ამ ქვეყანაში და ამ პროფესიაში არიან ადამიანები, რომლებმაც თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში შექმნეს პრეცედენტები და ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის განვითარებას ხელი შეუწყეს. დიდი როლი ითამაშეს. მზია ამაღლობელი, ეთერ თურაძე, ნესტან ცეცხლაძე არიან ამ ჟურნალისტებს შორის. მე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი ამბებს აჭარიდან მაშინდელი რევოლუციის პერიოდში. ვუყურებდი მაშინდელ კორესპონდენტს რუსთავი ორისას, ნესტან ცეცხლაძეს, რა წნეხს და რეპრესიებს გადიოდა ის იმისთვის, რომ მთელი საქართველოსთვის თითოეული ამბავი გამოეტანა ამ რეგიონიდან. აი იმ ტოტალური რეპრესიების ფონზე ამ ადამიანებმა გაბედეს და შექმნეს თავისუფლების ფანჯარა, რომელიც განავითარეს და გახადეს ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი მედია საშუალება, რომელსაც ვენდობით. დაწერა ნეტგაზეთმა, დაწერა ბათუმელებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ასეა და ეს ამბავი გადამოწმებას აღარ საჭიროებს. მე ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯის პრეცედენტს ქართული ოცნება ქმნის სწორედ ამიტომ, რომ ყველა ჟურნალისტს აჩვენოს, რომ თუ საქართველოში მედია არ გაჩნდება და არ ამყოფებს კომფორტის ზონაში ბიძინა ივანიშვილს, ნებისმიერს გამოუწერს ციხის საგზურს ამ ქვეყანაში. მედიამ დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ადმუშაობს, უნდა გასცეს პასუხი ხელისუფლებას. მათ შორის იმ ჟურნალისტებმაც, რომლებიც დღეს მუშაობენ სამთავრობო არხებზე. დღეს მათი გამოწვევა უფრო არის მზია ამაღლობელის პატიმრობა, ვიდრე თავისუფალი ჟურნალისტების გამოწვევა. იმიტომ რომ დღეს, როდესაც ეს პროცესები ჩაივლის და ხვალ, როდესაც ამ ქვეყანაში გაჩნდება ლეგიტიმური კითხვა. ამ პროფესიის წარმომადგენლები, როდესაც მზია ამაღლობელისთვის განაჩენი გამოჰქონდათ სად იყვნენ, მათ თამამად უნდა შეეძლოთ პასუხის გაცემა, რომ მუშაობდნენ თუნდაც სამთავრობო არხზე, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე ესწრებოდნენ აქ პროცესს, ან თუნდაც გამოხატავდნენ თავის საჯარო პოზიციას სოციალური ქსელით, იმიტომ რომ ებრძოდნენ უსამართლობას. ცუდია რომ ჩვენ ასეთებს ვერ ვხედავთ. იმიტომ რომ დღეს რასაც უყურებთ, პირველ რიგში ქართული ოცნება კლავს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს ქართული ოცნების სამსახურში არიან. განაჩენის დღეა და კარგი მოლოდინი არავის არ გვაქვს, თუმცა ნებისმიერი განაჩენის შემთხვევაში 7 თვე, რომელიც მზიან პატიმრობაში გაატარა, რისი ნიშანია, რაზე მეტყველებს ხელისუფლების რა გზავნილია ეს თქვენთვისაც და სხვა დამოუკიდებელი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის. ეს არის ხელისუფლების გზავნილი ჟურნალისტებისთვის, თავისუფალი მედიის წარმომადგენლებისთვის ამ ქვეყანაში, რომ ნებისმიერს ჩვენგანს ჩასვამენ ციხეში გასაჩუქრად. ეს არის ცხადი ფაქტი. დღეს ხელისუფლება აბარებს გამოცდას. რა უნდა მას? იმიტომ რომ ხელისუფლებას გააჩნია ქართულ ოცნებას ამ სიტუაციიდან საევაკუაციო გასასვლელი. მას შეუძლია მუხლი გადააკვალიფიციროს 333-ზე წაიღოს ეს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახედაზომად მათ შორის ჯარიმასაც და ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს თავისი თავისთვის და გამოსავალი იპოვოს ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები არიან სინდისის პატიმრები, იმ ქვეყანას არ უწერია არც წინსვლა ევროკავშირისაგან და არ უწერია არც ცივილური სამყაროს ოჯახის სწავლება.